ეხლა გაჩვენებთ, როგორ დავამზადოთ სახლში ფუნჯების საწმენდი ხსნარი. ამისთვის დაგვჭირდება გლიცერინი, სპირტი და გამოხდილი წყალი. ასევე შესაძლებელია დავამატოთ შამპუნის 1 ან 2 წვეთიც. ავიღოთ ჭურჭელი, რომელშიც ვაპირებთ ხსნარის დამზადებას. უმჯობესია თუ ექნება ესეთი თავაკი, რადგან მარტივად შევასხუროთ ფუნჯს ხსნარი. პირველ რიგში ჩავასხი გამოხდილი წყალი 25 მგ. უფრო სწორად ჩემი არის გადადუღებული წყალი, რადგან დამავიწყდა გამოხდილი წყლის ყიდვა. შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ რამდენჯერმე გადადუღებული წყალი, თუმცა მსგავსი ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ 10 დღემდე. შემდეგ უნდა გადაასხათ. დავამატე გლიცერინის 5 წვეთი და შემდეგ დავამატე სპირტი 70 მგ. უმჯობესია თუ სპირტი იქნება 70%-იანი. ზუსტი პროპორციებისთვის მე გამოვიყენე ესეთი საზომი, რომელიც აღმომაჩნდა სახლში, იყო 30 მგ-იანი და შევეცადე მისი დახმარებით, რომ ზუსტი რაოდენობის პროდუქტები მომეთავსებინა ბოთლში. ბოლოს დავამატე 1 წვეთი საბავშვო შამპუნი. ეხლა კი დროა შევამოწმოთ, როგორ გაასუფთავებს ჩვენი გაკეთებული ხსნარი დასვრილ ფუნჯს. შევასხუროთ ხსნარი ფუნჯს და შემდეგ ბამბის დისკზე ან ხელსახოცზე მსგავსი მოძრაობებით მოვაშოროთ დაბინძურება. ნახეთ რა კარგად აშორებს. აი ესე კარგად გაასუფთავა ჩვენმა ხსნარმა დაბინძურებული ფუნჯი. ეს მეთოდი ძალიან კარგი არის ფუნჯების სწრაფი წმენდისათვის, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ფუნჯებს დაბანა სჭირდებათ.